არის ტრას საყვარელობა ვარ. ნახეთ რა საყვარელობა. თმა დავიხვია, ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი თმის სახვევი, ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე კარგად რაც მოქმედებს ჩემს თმაზე. ჩემ თმას არაფერი არ ახლავს დედამიწის ზურგზე. არაფერი. მაგრამ აი ეს ყველაზე კარგად ახლავს რამდენიმე საათი წლებს. მაგრამ ფიქსატორი გამოწერილი მაქვს და მე უფრო კარგი ხოვლებს გავიკეთებ. ესე ამერღა დავიძინებ ხავიბანავე. ხოლ საქმეებზე მივდივარ და ამიტომ ესე გავაკეთე. ნახოთ ხოლ როგორი შედეგი ექნება. ბოლოს რო გავიკეთე ამის ძალიან კაი შედეგი მომცა. ყველა თქვენ იცით რომ ბევრნაირი სახვევი მაქვს. ბევრნაირი ტექნიკა მაქვს, ნაცადი ის რაღაცა პლასმასის რო ისიც გამოვიწერე რაღაც ის მსხვილები. ის საერთოდ არ ახოვშიო თმას, მაქვს ელექტრო იმითიც ვიხო, მაგრამ ის არ მომწონს და თან აზიანებს თმას ნასკებითად მით და წინდებით რო ახოვენ და ისიც არ მუშაობს. ეს მუშაობს აი ესე პატარ-პატარა ნაწილებად მაქვს დაყოფილი და ყველაზე კარგად მუშაობს ჩემს თმაზე. ეს დიდი ხანია გამოვიწერე და ორჯერ თუ სამჯერ გამოვიყენა და კაია. ხო და ფიქსატორი გამოწერილი მაქვს თმის, აი რო დაიხო და მე რო შეისხამო კარგად გაძლოს თმა, იმიტომ რომ ჩემი თმა არის ბუნებრივად ძალიან სრიალა და სწორი, ბუნებრივად ძალიან სრიალა სწორი და ასეთი ცხიმიანი, ანუ ბზინვარე, ბუნებრივად ბზინვარე თმის სტრუქტურა მაქვს. აი რაღაცნაირი სრიალა თმები როა ეგეთი. ხო და ჩემს თმაზე ეს ვარცხნილობები არ მუშაობს. ეგრევე იმაშובה ხოლმე იშლება. ნებისმიერი ვარცხნილობა ძალიან მარტივად იშლება. δηλαδή ფიქსატორიც ყველა არ მუშაობს და თუ მუშაობს ისე არა, როგორც ჩვეულებრივ, აი მაგალითად ბანკეტზე მახსოვს მე ბანკეტზე მთლიან თახოვლით მომქონდა ფოტო თუ ვიპოვე შეგიცნობსადმე. ხო და ისიც დიდხანს ძალიან ბევრი ის ლაკი გამასხეს იქაც და ისიც დიდხანს არ გამძლია. მოკლედ ჩემი თმა ესე ვისაც გაქვთ მსგავსი სტრუქტურით თმა, კი მიხვდებით რომ ახლა პრობლემა ვარცხნილობა თქვენთვის არ და ბუნებრივ ტალღოვან დახოვთ თმაზე ვაფრენ რა გავაკეთო, მაგრამ it's not working for me. It's not working. და ვნახოთ აბა ეს როგორი იქნება. მაგრამ როგორ მისაყვარლება ეს პირდაპირ წავიდოდი ნახეთ. დაძინება თქვი ამ ახლა იმიტომ რომ აი ისინი მოძრა, აი ეს რაღაც აი ესეთი დამჭერები და აქ ვაფშე რკინაა და ეს თვალში თუ გამერჭო მე ნახეთ თქვენ. მე ვიდეო ისე კარგად არ დაიხია როგორც მე მაგრამ ეს ოკეი. ახლა შევარ უკვე მოდიო ნოტარიუსთან მე დავიწყო. ამარ ბალახ მოვდანა ხოშტა გამოვიარე. ახლა არ გამიტანდეს და იარა დია მე ხარჩენ ხეთ ატრევანი გამორთულია. თქო ეხა კიდევ ვაგრძელებთ ქუჩაზე ვართ. კონესეთ ყოველ ცნობილი ქუჩაა ზუგდიდში. სადაც ვართ. სამთო საყვარელად ჩემი ამანეთ ჩამოვიდა მაგრამ დღეს ვერ ავიღებ. აქვე ოფისში და სახში მაგრამ რომ მივალ მაგასაც გავხსნი. კაი ამდი არა, მაგრამ 10 ვატა არ ჭამს. ეს თორია. მოვჩით ბანკში საქმე. მაშინ გითხრათ ბარაძე მინდა ხალხი შეტანა, მაგრამ ყველგან დაკავებულია როგორც ბედი არ გინდა, კაი გზაზე სადმე ეგეთაც არის და აი შევიდა. აი მაგით სტიმოგული საშინელი ამინდი გვაქვს. It's not good, but it's okay. კარგი რა, მაგრამ გადავიტან. და კაცი შვილი არის ის ქალაქში. ჩართენახე. არ მგონი კულზარის გამო ისეთ სიცარიელი. მიდი. თუჩქარე. მანქანა არ გამიტანდეს აგერ. ცუცით და არ მინდა მეტი არაფერი. ლამაზია. ეს პარკი ძალიან ლამაზია. ხეთ. კონი ყველა სეზონზე კარგი აქაურობა. მოიცადე არკინა მასალი, სუფრისთვის მინდა. და ბებია.
ბორტნეულთან. Like გონი ყველაზე ცნობილი ადგილი აზერბაიჯანში. ძალიან ცუდი ამინდია მაგაზიანებში. ეგ ფაქტისად მეტად. ვიყიდეთ. აქ ჩემი ისინი სად არის? ნახეთ რამდენი რამეა. Like აი მე როგორ ვშია? ეს არის სოსისი. არ არის რამე ხოჭოლობა. ეს ვიყიდე. 9 ლარი ხედა. ვიყიდე ეს. მეორეც უნდა მეყიდა. ვიყიდე ეს, იმიტომ რომ აი ძალიან ხშირად სიმართლე გითხრამდე ბიბლიოთეკაში ყავის ძალევაც არ მაცადა, გამაქანა და რას ვიზამდი. არც მიჭამია, უკვე ნახეთ 9 საათი იყო რომ წავედი და ნახეთ. არც მიჭამია, არც არაფერი. ყავაც არ დამილივ, ყალიც არ დამილივ, ყავაც მინჩივის. ეს ვიყიდე. აქ ამანათია და მე ერთად გავხსნათ. აი ეს არაფერი აქ სულ ჩემი ამანათია და მარწყვია, რომელიც ასევე მე ვიყიდე, იმიტომ რომ ძალიან იაფი ღირდა და მეთქი რატომაც არა თქო და უფრო მეტი მინდოდა და ბებიაჩემ მარტო 10 ლარი სააწონია და მეთქი 20 ლარისას ვიყიდი, მაგრამ რა ვიცი. ჩემი ფული იყო მაინც. ეკონომიურად. კაი, მაგრამ უშუალოდ მე კიდე ვიყიდი, პრობლემა. აქ სულ ჩემი ამანათებია, მაგრამ ეხა ამის ნერვი არ მაქვს. შევჭამდა. მე გავხსნი აი ამას. მოკლედ, გამარჯობა ჩემო ტკბილებო და საყვარლებო. ბარემ გადავწყვეტ რომ ამბიდავთ მიმობა unboxing-იც ცოტა იყოს თავი მტკივა. მთელი დღე გარეთ ვიყავი, აი დილიდან არ წყავა, დამილივია, არ საჭმელი მიჭამია, არაფერი საერთოდ არაფერი. მთელი დღე დილის 8 საათიდან 9 საათიდან ვიყავი გარეთ საქმეებზე ბებიაჩემთან ერთად. და კი რაღაც ჭუიდან გადავედი. სიმართლე რომ გითხრათ და ძალიან დავიღალე, მაგრამ სამაგიეროდ ყველა საქმე დავასრულეთ საბედნიეროდ. და ამანათით საბედნიეროდ დღეს მოვიდა და აღარ მექნა მე ცალკე დასასვლელი ვაიმე. აი ძალიან დამღლელი დღე იყო და ეს თმა დავიხვიე. რა ეს არის ჩემთვის მე მგონი მაქსიმუმი. არ ვიცი როგორც იხოვა. არც მიხდება თუ არა ფიქსატორი არ მქონდა და კიდე დაიშალა. მაგრამ კიდე კარგად გაძლო. სხვა ტექნიკით რაც ვწდი, იმიტომ რომ ეს რაღაც ისეთი კაი ხოვლები არ გამოვიდა, როგორც მინდოდა, მაგრამ it's okay. რაც არის ეგ არის. მაინც. ხო და ასეთი დღე იყო დღეს. ცოტა დამღლელი, მოიცადეთ. მე აქ მაქვს ამანათი, სიმართლე რომ გითხრათ. ჩამოვიდა თემუ რატომ ტრენდიოლიდან. მოდი ახლა ამ თვეს გქონდეს ტრენდიოლის დღე. გამოვიწერე რაღაც პროდუქტებით მის მოვლის. რატომღაც მგონია რომ ტრენდიოლზე ჯობია კოსმეტიკის და ისეთ რამების გადმოწერა ვიდრე თემუზე, იმიტომ რომ მგონია რომ უფრო კაი ხარისხია. არ ვიცი რატო. მაინც თურქულია, მაინც არა მარტო თურქული მაგალითად, ბევრი რამე გამომიწერია და იყო made in Germany ეწერა და ასე შემდეგ და ამიტომ რაღაცა და რაღაცა, ხო და ამიტომ აი ასე იყოს და ეხლა კონტენტს გავხსნი და ყველაფერს გაჩვენებთ. ძალიან გთხოვთ თან კომენტარებში დამწერეთ ეს მომიხდება თუ არა. უკეთეს ხოვლები რო გამომსულდა. უკეთეს იქნებოდა მოწერეთ. მაგრამ ეს ხავდე. გაჩვენებთ ხარ უნდა მოწერა ხოლმე. ეს სალსია ლეშენ ოფისში სადავე. ეს ამანათი. ძალიან ცუდად, მაგრამ მთელი მომჭმელდი რომ მოვედი. აი მე მჭამე რომ ვერ ვსუნთქავდი. აი რაღაცნაირად ორე ძალიან გადაღლილი. აი ეს არის ხარი აი ეს ნაწილი მთლიანად მტკივა. მოდი გავხსნი აი ამას. პირველი რადგან ყველაზე დიდია. ჩემს სახლი გვარი დაუწეკეთ ვიოლეტა ტახუციო. სხვა შორის. უნდა აღნიშნო რომ თემუ მოასწორა შუქუთური. თემუ კი არა და ტრენდიოლმა რატომ ახსოვს თემუ ტრენდიოლმა შუქუთურში გამოასწორა იმიტომ პრინციპში არ ჭირდება მგონი მას. თუ კი. იმიტომ რომ ადრესი კაი შუქუთური არ იყო თუ გახსნე ეს რაღაცა გახსნი უკავ გონი საბაჟოზე ხსნიან, იმიტომ რომ გახსნი უსგავს და მე აი ეს კოჩით გადაწებულს გავსვენ ნახეთ. ხო და ამას საბაჟოზე ხსნიან თუ რა ჭირს ვარ, მაგრამ რაღაცა აშკარად ეხლა მე გავჭერია, მაგრამ რაღაცა ეგეთი ვაიბი მომივიდა, რომ აშკარად გახსნეს და მე გადაწებეს.
Don't ice რაღაცა ისი არა. ამხელა ყუთია და რადიოს რო იცოდეთ. დევს აი ეს. ნამიზუსტად არ მახსოვს ველასი. ეს არის თმის ფიქსატორი. თმის ფიქსატორია, ეხლა მე აღარ შევისხამ, მაგრამ აი თმას რო დავიხოღე, მაშინ იმიტომ რომ თმაზე არ ძლევ დიდი ხანი და ესეთია რაღაცნაირი აპუწული ეს თმის ხვეულები ყოველთვის. ამჯერად კიდე მინდა სხვა ტექნიკით ვცადო თმის დახოვა კიდევ 1000-ნაირი. გამოვიწერე ესეთი თმის ფიქსატორი. Extra strong hold აწერი, ანუ ექსტრემალურად ძლიერი ფიქსაცია უნდა გქონდეს ეს ამას, აი ესთია ბელასი. მუსი, თმის მუსი 200 მგ-იანი. სადაა დამზადებული აწერია? Made in French, ან დამზადებული საფრანგეთში, ანუ აშკარად ჯობია ეს პროდუქტები, ტრენდიერის პროდუქტები, თამის პროდუქტები და ჩინური არ არის. ეხლა გავხსნით შემდეგი. კიდევ აი ესეთი ხუთი, ანუ ძალიან ბევრი ესეთი ხუთია და ადრე ესე კარგად არ ფუთავდნენ და იყო საშინელება და ეხლა როგორ გავხსნა. ეხლა აშკარად შეფუთვებზე უმუშავიათ. აშკარად შეფუთვებზე უმუშავიათ და well done, მომწონს. ეს თუნდა იყოს. იმიტომ რომ ეს ამანათები კარგ მდგომარეობაში ჩამოვიდეს. ადრე არ იყო ხოლმე ესეთ კარგ მდგომარეობაში ამანათები. ხო არის. ეს რა არის? არ მახსოვს. აი, დავწერე. ეს რა არის? Morphosis. თმის ზეთია. Hair car oil mix. ეს არის თმის ზეთი. Morphosis. აი ამ ინგრედიენტების ზეთია, რასაც ხატია. არ ვიცი ხედავთ თუ არა, მაგრამ ეს არის სხვადასხვა ზეთების ნარევი. აქაც აწერია რომ მიქსია ზეთების. ავოკადო, ზესუმზირა, კიდევ რა არის ნიგოზი, თხილი, კიდე რაღაცები, მცენარეები, ქოქოსი, ჭინჭარი და რა ვიცი, სხვა ბევრი ალოე, ზეთის ხილი, მოკლედ ბევრი სხვადასხვა ზეთის ნარევია. და მოდი შიგნით ვნახოთ. ამაზე ძალიან სპეციფიკური სუნი ამოვარდა. რაღაც მომტყუხი სუნი აქვს. აი ეს ძალიან ლამაზად დევს, თუმცა გაჩვენებთ ძალიან კარგად არის შეფუთული. ეს პლასმასი ყოფილა, მე მეგონა რომ ის იყო შუშა, მაგრამ არა პლასმასია. აი ეს თითქმის ეთია, თავისი შხულეთი, ამას მე უკეთ მოვზებნი, როგორ უნდა გამოვიყენო, იმიტომ რომ აქ ყველაფერი თურქულად აწერია და მე არ ვიცი. ეს Morphosis თმის ზეთი, მე ზოგადად მიყვარს თმაზე ზრუნვა და ვფიქრობ რომ ძალიან კარგი იქნება. ამას თუ აწერია სადაც დამზადებული ნეტა. მაგრამ ალბათ ეს Morphosis. გადარი. USA აწერია და ხეს ამერიკაში ავითომ დამზადებული Florida USA. შეიძლება. და მე უბრალოდ სხვადასხვა ქვეყნებისთვის ენებს სულიდან იმატებენ, იმიტომ რომ ამას ამერიკა აწერია. კიდევ ეს ვიყიდე და საერთოდ გამხსენებია. დალევა გზაში აქტობსაც ვიყიდე ეს ისა რა ქვია. სპრაიტი მეთქი დავლევ, წყალიც არ დამივია ხელით და გული არ დამოვიდეს თქო, მაგრამ დამვიწყდა ეს რეკლამა. ნეტა სპრაიტის რეკლამა იყო, ერთი ესეთია. აი ისეთი შეფუთვა იყო ყველა, ესეც არ იყო და ადრე ტრენდული ვიწევდი. ძალიან ძველი შეფუთვები ქონდა. გამოასწორე, ხება? ეს ერთი მაინც სოლა. არა, კიდე შეფუთულია, ნახეთ. ამას რა თუნდა ახლა ასეთ შეფუთვა. ეს არის დავის მისთი კომპაქტური დეოდორანტი, ნული ალკოჰოლით, ანუ ალკოჰოლის გარეშეა, ქოქოსის. ეს ძალიან მიყვარს ეს. თუ არ ეხსნება. გასკოჩილია, თუნ გასკოჩილია. თუ არ არის გასკოჩილი, მიცა. ორა კაი სუნი აქვს. მე რა კაი სუნი აქვს, ეს სხვადასხვანაირები მაქვს. მაგრამ მაინც ყოველწელს ახალ ხრი უნდა იყიდო. ხო და ესეთი აი აქამდეა.
მეტი მეკონა, მაგრამ აქამდე ვხედავ, აი ჩანს. აქამდეა, აი ზუსტად აქამდეა. ჩანს. ხო, აი ესეთი თავის ნახევარ და ნახევარია დაჟე. ისი თავის დეოდორანტი თუ რაღაცა. ალკოჰოლის გარეშე. აწერია რომ ანტიპერსპირანტი ხო რესტორნის თუა. ხო, აწერია რომ ნული ალკოჰოლი აქვს და ერთმა კარგია რომ ალკოჰოლს არ შეიცავს, იმიტომ რომ არ უნდა შეიცავდეს წესი, იმიტომ რომ თუ ალკოჰოლს შეიცავს ძალიან ცუდია. და კიდევ ბოლო ყუთი ეს არის. აქ უკვე მე ვიცი რა დევს, მაგრამ მაინც გავხსნი. აქ უკვე მახსოვს რაც დევს. მაგრამ რაღაცა გული მთრიალებს, მაგრამ რომ გითხრათ. ხო, აი ეს დევს. აი შევფუთოთ შეძლოთ. ანუ ესეთი გელი და საბანი გელია. ესეთი მქონდა, ნახეთ როგორი ხაც ბუშტუკები აქვს შეგმო და რაღაც სხვანაირი აი საქ, აი რაღაცნაირი ადრე მე მქონდა ეს დასაბანი გელი ზევამედის და ეგ დაამთავრდა და მე მინდოდა რომ სხვა მეცადა და მოკლედ ეს შემხვდა და ეს ვცადე. ხო, ძალიან საინტერესო ის საქ ტექსტურა რაღაც ბუშტუკები აქვს შეგმო და ვთქვი ჩანს, მაგრამ ხაც ძალიან სხვანაირია რაღაც. ძალიან საინტერესო არის ეს ჩანს თქო, მაგრამ აქ სულ ბუშტუკები აქვს იმ რაღაცნაირი. მოკლედ ამას ახლა არ გავხსნი. თუ ეს იყოს იმართლა რომ გითხრათ, რაც გამოვიწერე ჩემთვის, ჩემი თმის მოვლისთვის. იმედი მაქვს ყველაფერი კარგი იქნება და გამომადგება. დავივან თმას თავს აუცილებლად დავტესტავ. აუცილებლად დავტესტავ ერთხელ ერთი გამანისას. მაგრამ პირველივე დატესტვის ხა ესე ვერ გაიგებ რა კარგია და რა ცუდია მართლა რომ გითხრათ. ისინი კიდე კარგად უნდა მოვძებნო, აი ეს თმისეთი რამდენად რისთვის არის კარგი და ასე შემდეგ. ჩემი ChatGPT რისთვის მყავს კითხავ, ხო და ვიცი ამ დღეებში კიდე ვფიქრობ რომ გურიკასთან დღეს ვნახე გურიკა, მაგრამ ამ დღეს ვფიქრობ რომ გურიკასთან წავიდე ცოტა ხნით და იქ დავრჩი, იმიტომ რომ ახლა ძალიან მომსპო და ძალიან დამღალა და რა ვიცი. ესეთი იყო დღევანდელი ჩემი შენადენები. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ და იმედი მაქვს რომ ისე თუ ასე ნორმალური ვიდეო იყო. იმის პონზორი დაღლილი ვარ. მაინც იმედი მაქვს რომ ნორმალური ვიდეო იყო ჩემი ტკბილება და საყვარლება. და ხო გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, ამას არ ვამბობ ხოლმე ვიდეოში, მაგრამ მგონია რომ ისიც გამოიწეროთ, მაგრამ მაინც მგონია რომ როცა ვამბობ, უფრო არ ვიცი იწერთ. ამიტომ დაიგეთოთ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი უფრო მეტი აქტიურობისთვის. მოკლედ, გარეთ რო ვიყავი და ვიდეოს რო ვიღებდი, ჩემი დაქალი მოვიდა დედამისთან ერთად. კიდევ ის დაქალი, რომელმაც წინაზე გაჩვენეთ რაღაცები რომ მაჩვგა და კიდე საჩუქრები მომიტანა, რომელიც ამანათში ჰქონდათ, რომელიც ახლა აიღეს, ხო და ეს თქმა უნდა გამიფუჭდა. ხო და ეს უფრო კაია მგონი რომ ჩამოიცემდეს კურლები. ხო და საჩუქრები მომიტანა, რომელიც აქ დავდე. ან მოიცადეთ. აი, ისინი. და ამათაც ბარემ ახლა გაჩვენებთ რეები მომიტანა მეგობარმა საჩუქრად. ხო და თაც ნახოთ ბარემ ამ ვიდეოს მივაბამ და ვთი რაღაცნაირი ვიდეო გამომივა ვიკას საჩუქრები და ამანათები. აი ესე იყავთ. მოკლედ ახლა ბარემ ამასაც მივაყოლებ და გაჩვენებთ. ხო რა უნდა მეთქვა, დამავიწყო და ხო რაღაც ტომღაც ჩემმა წინა კამერამ გაიწყო დაგაჭედვა. ხო და მგონი ტელეფონს გამოჩვით რომ აქ მოიცადე. და უნდა ვირბინო რომ გაჩვენოთ. მოდი პირველი აი ამას გაჩვენ. არა, ამას არ გაჩვენებ პირველი. ეს მერე იყოს. მოდი პირველი გაჩვენოთ აი ამას. აი ამ არქს აგრებს რაღაცები რაც სამვიტანე. ეს ბებიაც მთან გავხატა, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვიყვარს სახში ყავა და ეს იტალიური უზარმაზა ყავა ნახეთ რა მხელა. ეს იტალიური ყავა. რომელიც უნდა დაფქვას, აი დაფქვავი ყავა და საბედნიეროდ გვაქვს. საბედნიეროდ გვაქვს საფქვავი. ელექტრო. ეს ფქვავს ეს თამებს. ხო და აი ამ ყავას აუცილებლად დავქვავ და ძალიან მაინტერესებს როგორია, იმიტომ ეს ყავა მე მგონი საუკუნე გვეყოფა და ოჯახს. რა ვიცი, ძალიან კაია, ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ეს იტალიური ყავა არასოდეს ამის ინჯობს და
ფიქრობ, კარგი უნდა იყოს, აი ესეთი ყავა. ასუმეთ გადიხმდა. ვინც იტალიაში ხარ, ძალიან ხო დამწერთ კომენტარებში როგორი ყავა. და კიდევ ვაისი შოკოლადი, შავი დიდი უზარმაზარი შოკოლადი. წინაზეც მომიტანა, ტყუილოვი და წინები, როცა ჩამოვიდა მაშინაც და ეხლაც ეს უზარმაზარი შავი შოკოლადი, ეს არ ვიცი როგორ რამდენი ხანი მეყოფა, იმიტომ რომ არის უზარმაზარი და მგონი ძალიან დიდი ხანი. ძალიან დიდი და სქელი შავი შოკოლადი. და აი ეს უფრო მეტად მე მგონი ბაბუა ჩემს და ბიბია ჩემს მოუტანეს, იმიტომ რომ მაგათ ძალიან უყვართ ეგეთი რამეები. მე არის აი აქ ეს თიანად ჩემი საჩუქრების მარკია, ეს რა ვთქვა, აქ რაც დევს მთლიანად ჩემია, ანუ მე ჩამომიტანა აქ რაღაცა მინდა რომ თან დავთვრე როგორ უნდა გაჩვენოთ. პირველ რიგში აქ დევს ფუნჯების ნაკრები, რომელიც ძალიან მომეწონა ხოთი, ფოტოში მაქ. ძალიან ხარისხიანია, მე მგონი აქ არის იმდენი ფუნჯა უბრალოდ გამოვიღებ და გაჩვენებ. ვიცი, ძალიან კაი ხარისხის ფუნჯებია, ძალიან ისეთი რბილი ტექსტურა აქვს, ანუ ნახეთ, ყველა სახის ფუნჯია, საერთოდ რაც კი შეიძლება დაჭირდეს ადამიანს სახის და თვალებისთვის, აი უბრალოდ ყველანაირი სახის ფუნჯია, აი მართლა მე მგონი რაც კი არსებობს ისეთი პროფესიონალური ფუნჯები, აი ესე მსხვილი, ანუ და არის ულამაზესი რაღაც ისეთი ფერის ფუნჯები, ანუ რაღაცა აი ყველანაირი ზომის, ფორმის ფუნჯებია აბსოლუტურად ყველანაირი. ყველაზე არც ვიცი რისია, მაგრამ არა უბრალოდ მაგასაც შევისწავლით, არის უმაგრესი, აი არის კიდევ ესეთი ცალკეული მოიცა როგორ ყველაფერი ერთად რომ მიჭირავ ძალიან რთულია მოიცეთ გამოგდა. ხო, აი ესეთი ბრტყელი ფუნჯებიც არის ესეთი ნახეთ რა ლამაზი ფერია, ესეთი კიდე ფუნჯები ძალიან ლამაზი ფუნჯები და ესეთი რბილია ყველა. მოკლედ ძალიან ბევრი. ხა ისე ჩავდებ რომ არ გავამოწიდეს და მე მაქვს ამის თვალყეული კონტეინერები ფუნჯების. და მაგაში ჩავდებ უკვე სამ ფუნჯებს. ხო, მე ძალიან ანუ იშვიათად ვიკეთებ ხოლმე ესე full face makiaჟს, მე არ ვიყენებ ტონალურს, მაგრამ მინდა რომ BB კრემის გამოყენება დავიწყო, იმიტომ რომ გამონაყარი გამიქრა, მაქვს აი ეს დარჩენილი პიგმენტი, აი თუ ხედავთ, ეს არ არის გამონაყარი, ეს არის აკნეს შემდგომი ლაქები, რასაც შველი. აი იმედი მაქვს შველი, თორე ეს უფრო რთულია, მე მგონი, ვიდრე ცოტა აკნეს გამკლავება. მე ხო. ნუ ეს დეოდორანტია. თვითონ ეს ნახეთ, რომ ამომივიდა და მეორე ჩამომიტანეს, კიდევ აი ეს. მოწოდეთ, ახლა აი ეს და ეს ორივე მე როგორც ხვდები არის თმის ფიქსატორები. ერთი მე ხო დღეს ჩამომივიდა ის დიდი და ეს არის ესეთი მინი ზომის ფიქსატორები. თუ არ ვწდები. კი, ფიქსატორია ესეც და არა, ეს არ არის ფიქსატორი, ეს სხვა რამეა ასპარად, მაგრამ აი ეს ნამდვილად ფიქსატორია, ნაწერია კიდეც. ეს არ ვიცი რა დავგუგლავ. ან დავძებნი და ვნახავ რა არის. და აი ეს ნამდვილად არის ფიქსატორი და ძალიან კაი ზომაა, იმიტომ რომ აი ის ჩემი დიდი ალბათ ისეთი კომფორტული არ იქნება, როგორც ეს იქნება და ძალიან მომწონს. აი სიმართლე რომ გითხრათ, hair spray from hold ხო, აი ძალიან კარგი იქნება. ორივე ფიქსატორს სიმართლე რომ გითხრათ, დავტესტავ და აუცილებლად გეტყვით, ამასაც დავტესტავ რა არის, არ ვიცი. აი მოსფიაცა მეგობარმა იცის რეებიც მიყვარს და ხაზმე რომ მიდის ხოლმე ყოველთვის ესე რაღაცები ჩემთვის ჩამოაქვს, იმიტომ რომ იცის რომ ეს რამეებზე უბრალოდ ვაფრენ, აი უბრალოდ გიჟდები და ნუ ეხლა თვითონ თქმა უნდა არომატი shower cream. ანუ ეს აბაზანის კრემი, ანუ აბაზანის შემდგომი კრემი, რომელიც საოცარი სურნელია, კაი მართლა რაღაცა ქოქოსის და რაღაც ვანილის და ძალიან კარგი ეს სურნელი, მიყვარს ის რამეებიც და თქმა უნდა. თქმა უნდა, რა ლამაზი შეფუთო აქ ნახეთ. ეს ზაფხულში ხო საოცარია ესეთი კრემების გამოყენება ხო საერთოდ. აქ ჩანცხა ქრვალაგებ. ნახეთ ლამაზად ჩანცხა. კიდევ ესეთი ორი ფანქარი, თვალის ფანქარი. ეს არის ყავისფერი თვალის ფანქარი და ეს არის შავი თვალის ფანქარი. მე მაქვს მუქი ლურჯი თვალების ფერი. არ ვიცი ახლა კამერამ თვითონ დაგიკონცენტრა.
მაგრამ მე მაქვს მუქი ლურჯი ან ცისფერი თუ არა ღია ცისფერი არ არის მუქი ლურჯი ტონი მათ ჩემი თვალები ხო და ეს ფანქრები ძალიან კარგად ჯდება ჩემს თვალზე აი განსაკუთრებით ყავისფერი უხდება ღია ფერის თვალებს მუქ ლურჯ ღია ცისფერს ხო გენეტიკურად მაქვს მუქი ლურჯი თვალები იმიტომ დედა ჩემს აქვს ძალიან ლამაზი თვალისფერი ღია ფერის რაღაც მონაცრისფრო ნაცრისფერი ანუ ნაცრისფერი ღია ანუ უფრო ნაცრისფერ ღია ცისფერ რაღაც უცნაური ღია ფერის თვალები აქვს და მამა ჩემსაც აქვს კლასიკური ცისფერი თვალები ხო და აქედან გამომდინარე მეც მაქვს ეს მუქი ლურჯი თვალები გამომივიდა ბაბუა ჩემთან და გენეტიკურად ჩემ ოჯახში უმეტესად არის ისეთი ცისფერი თვალები ხო და მეც ესე გამომივიდა კიდევ ჩამომიტანა ესეთი თვალის ლაინერი გაჩვენებთ ახლა როგორია ესეთი ძალიან თხელი ფუნჯით სიმართლე გითხრათ მე დიდად ლაინერს არ ვიყენებ მაგრამ ვცდი აუცილებლად და როგორი იქნება გეტყვით მე უფრო ფანქრები უფრო ბუნებრივად და კლასიკურად ჯდება მაგრამ ამასაც გამოვიყენებ აუცილებლად როცა დავჭირდება კიდევ არის აი ესეთი წითელი lips like ხო ეს არის ტუჩსაცხი წითელი ფერი გაჩვენებთ როგორია ეს არის მატოვი წითელი ტუჩსაცხი მაგრამ ეს არის კლასიკური წითელი ტუჩსაცხი გაჩვენებთ ხა როგორია წავისვა გაჩვენოთ ეგრეთ ასმულზე ნექსტი წავისვა მოდი და ის უფრო გაჩვენებთ როგორია მაგრამ ჯერ გაჩვენებთ კიდევ ერთ რამეს ეს გამიგონებთ თავიდან ეს მაისური მინდა რომ ჩავიცვა პრინციპში შეიძლება რომ ჩავიცვა კი და ესე გაჩვენოთ როგორია შეიძლება ჩავიცვა კი ესეთი ნარინჯისფერი სტაფილოსფერი ზედა მითის ძმამადი და ძალიან საყვარელი მარკა ქონდა აქ მოუბრალოდ მოხსენი და ეს არ შემიძლიათ ესეთი ძმამადი ფერია და ფიქრობ ზუსტად ჩემი ზომა იქნება და კარგად ეს მომერგება ამას შევიცვა მოუწევდა და გაჩვენოთ მაგრამ ჯერ იმ ტუჩს წავისვრო და ერთად ნახოთ რამდენად მომიხდება წავისვე ეს ტუჩსაცხი როგორც შემეძლო სწორად წავისვე თქვენში აფასეთ რამდენად მიხდება ეს ტონი და რამდენად არა შეიძლება არ მიხდება მე არ მომწონს და გონი არ მიხდება ეს წითელი ტონი ძალიან მეც წითელია თუნდაც შორის ისეთი რაღაც ძალიან მეც წითელია ცუდი არ არის ნამდვილად ძალიან მომწონს ეხლა იმედად ასე ჩავთომ და ისეთ გაჩვენებთ როგორია